მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. ბოლო 5 დღემ არსებობს ფილმის და ნაწარმოებიც რამდენიმე დღეზე 5 არ არის, რომელმაც შეძრა მსოფლიოდ. ეს 5 დღე არის, რომელმაც შეძრა საქრისტიანო. 5 დღის მანძილზე მილიონობით ქართველმა მიუსამძიმრა ჩვენს ეკლესიას საკუთარ თავს შეიძლება ითქვას და ჩვენ მივაბარეთ ამ საუკუნის და წინა საუკუნის ყველაზე სიყვარულით მოსარგებლე ადამიანი, საყვარელი ადამიანი საქართველოში პატრიარქი ილია მეორე. ხო, მე ჩემს განცდაზე მოგახსენებთ, ამ ხნის განმავლობაში მე მქონდა როგორც სევდა, ასევე რაღაცნაირი არ მეშინია ამის თქმის და რაღაცნაირი განცდა სიხარულისა ვერ ვიტყვი, მაგრამ სიმშვიდის. ეს თვითონ ამბივალენტური განცდებია, მაგრამ ერთად მქონდა. რომ რაღაცა სასწაულ დღესასწაულთან კი არა, სასწაულ დღესთან მქონდა საქმე. და ეს განცდა მიუყვებოდა მთელი ხნის მანძილზე და ამ განცდით დავიტირეთ ჩვენ ქართველებმა ჩვენი პატრიარქი, ესე იგი ამ ხელა რიგში ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? არავის არ დაუჩივლია, არავის უკმაყოფილება არ გამოუხატავს. ესეთი ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული, უბრალოდ შეუძლებელია ასეთი მასის რაღაცნაირად სწრაფად შეშვება მისამძიმრებისთვის. და ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა, ეს განცდა, რომ საქართველოს ეღირს ასეთი ადამიანი, რომლის ინდრონიზება არც სწორი ტერმინია თუ არა თეოლოგიურად მინდანად შერაცხვა აუცილებლად მოხდება ძალიან მალე ეკლესიის დადგენილ წესებში. და განცდა გაქვთ თითქოს იზეცივ საქართველოში ფარველობს საქართველოს და აქ არის ჩვენს გვერდით. ამიტომ ეს განცდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. თავისთავად. თუ შეიძლება არსებობდეს რაიმე ტიპის სამშობლოს შენი კულტურის ვიზუალიზაცია და ეს ვიზუალიზაცია არის რაც ხელოვნებაში მეტაფორის სახით, ჩვენ ვიხილეთ ზუსტად ამის ვიზუალიზაცია, რაც წარმოადგენს რეალურად ჩვენი ქვეყანა და რა კულტურას წარმოადგენს. სწორედ ამ დღეებში ვიხილეთ ამ ერთის მხრივ გასაჭირის ერთმანეთთან გასაზიარებლად მისასამძიმრებლად შეკრებილ აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვენი ქვეყნის ჩვენ ვიხილეთ რამდენად შეუძლია ამ ერთს გვერდში დგომა, რამდენად ძლიერად არის ის წმენაში გაერთიანებული, რამდენს წარმოადგენდა ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ის იყო მართლაც ის იმედი, რომელიც ყველა ძნელბედობის შამს მასზე მიგაპყრობინებდა ყურადღებას. შესაბამისად, ჩემთვის ეს იყო რაღაც ერთგვარი ვიზუალიზაცია და გარდა იმისა, რომ ეს იყო ერთი შეხედვით მწუხარების ირგვლივ გაერთიანებული ხალხი, ეს იყო აგრეთვე ძალიან ტრიუმფალური მომენტი, იმიტომ რომ ზუსტად ის დანაბარები, ზუსტად თუნდაც ის ბიბლიური მოტივი, რომ ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება რწმენის ირგვლივ მიიღწოდეს ერთი სურვილით, ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ და ეს მართლაც იყო ძალიან ზედმეტად ამაღელვებელი გზნობის გამოწვევა. კი ბატონო, სრულად უერთდები თქვენ ნათქვამს. მე უბრალოდ რაღაცა საინტერესო ფაქტი მგონია ასევე ის, რომ ესე იგი თვითონ გინეს რეკორდებში არის შეტანილი რამდენი ადამიანი დაესწრო, მაგალითად ინდოეთში ანადურაის სიკვდილს ყველაზე მეტი 15 მილიონი ადამიანი, რომელიც მოსახლეობის 2-3% შეადგენდა. ხომეინის შემთხვევაში 10 მილიონი იყო, რომელიც რაღაცა ვთქვათ 15-დან 20%-მდე მერყეობს, მაგალითად იოანე პავლე მეორის შემთხვევაშიც 4-7% იყო და BBC-ის მონაცემებით ჩვენთან იყო 1,5 მილიონი ადამიანი, რომელიც 50% რეალურად, რომელიც 40%-ია დაახლოებით. ესეთი ბავშვებს რა თქმა უნდა, მოხუცებს რომელსაც არჩევის გადაადგილება, ნახევარი რა თქმა უნდა, პროპორციულად ჩვენ თუ დავთვლით, ესეთი უპრეცედენტო თქვათ
დასწრება, ესეთი უპრეცედენტო ვთქვათ, ერთობა და აი ამ გლოვის გაზიარება სამყაროში არ ყოფილა და მართლა უცნაური და ძალიან საინტერესო ქვეყანა ვართ ამ თვალსაზრისით, რომ ამ პატარა ქვეყანას შეუძლია შეიძლება არა სისტემურად, მაგრამ ერთჯერადი ძალიან ისეთი გამონათებები, რომელიც ისტორიაში შედის. და რომელიც ცხადყობს თუ რა შეუძლია ქართულს. კი ბატონო, მართლა ძალიან დიდი ენერგეტიკა გვაქვს და ნუ აი ამ დღეებმა ჩვენ დაგვანახა თუ რაოდენ საინტერესო ხალხი. დღეს არა, მაგრამ ხვალიდან აუცილებლად ვილაპარაკებთ იმაზე იმ ანტიჰუმანურ რაღაცებზე, რაც ანტიადამიანურ რაღაცებზე, რასაც სამწუხაროდ ჰქონდა ადგილი, დღეს არა. თუმცა რატო არის საჭირო რომ ვილაპარაკოთ ეს ახსნათ მომავალ? იმ დროს სახელდება არის საჭირო ყოველთვის. კი, სახელდება არის საჭირო. კი, ჩვენ დიდი მწუხარება გვაქვს. კი, იყო შანსი და არის შანსი აბსოლუტურად ყველა ქართველის გაზიარებისა, მაგრამ არიან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც არ უნდა ატარებდნენ ამ სახელს, ხო? მე არავინ არა ვარ ადგილი მიუჩინო, მაგრამ ჩემი და ჩემნაირი და მე ვინა ვარ კაცო მთელი საზოგადოებაზე ესეთი ადამიანები ქართულია. რამდენადაც ის პოლიტიკაში გადადის, შემდეგ ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური ჭრილით და პოლიტიკური განზომილებით განვიხილავთ და დავაკომენტარებთ. თუმცა ეს განზომილება ადამიანობასთან არის და გარდაცვლილი ადამიანი და იმიტომ ჩვენ ახლა თქვა თეოლოგიურ სიღრმეებში არ არა გარდაცვლილი ადამიანები. თუმცა დღეს არა მეგობრებო, ხო, პოლიტიკური განზომილება და პოლიტიკური ჭრილი ახსენე. ხვალ ვიტყვით უფრო დაწვრილებით ამ დღეებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც რაღაცებს კონკრეტულად ვიცით რას, მაგრამ ამუნათებად. მაგალითად პოზიტიურ ნაწილზე ამუნათებდნენ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას. ჩვენი საპატრიარქოს, ჩვენი ეკლესიისა. ეს მხოლოდ სამებით არ მოიწურება, რა თქმა უნდა. რამოდენიმე ასეულობით მილიონი დახარჯულია ათასობით პატარა ეკლესიაზე, ტაძარზე, რომელიც რომ არა ქართული ფონდის წვლილი და მოჯახის მეოხება უბრალოდ დაინგრეოდა, ხო? აი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ არქივი, სადაც ბიძინა ივანიშვილი სამებაზე საუბრობს. და საინტერესოა ეს ჯერ არის რამოდენიმე წლით ადრე სანამ დამთავრდებოდა სამების ტაძარი. აი ნახეთ. მე ფიქრობ, რომ თქვენ არანაკლებად გიყვარს თქვენი სამშობლო და ყველას როგორც შეგვიძლია ისე უნდა გავაკეთოთ. ეს მემხედველობაში მაქვს მახსოვს რამდენჯერმე ჩამოვიდნენ ჟურნალისტები ჭორბელაში და დედაჩემს არასვენებდნენ, რომ გინდა თუ არა სამება ააშენა, მე მაშინ არ ჩანდი საერთოდ. და მე დაცვის ფორმით გამოვედი, მე გადაცმული დაცვა ვერ პასუხობდა და უთხარი არ წვენიათ მეთქი მაგას რო საუბრობთ, რომ სამებაში მეთქი სამი წიგნია გამოცემული. ვინც დაეხმარა სამების შენებლობაში. ზოგს 1 ლარი აქვს შემონაწირი მეთქი ვეუბნები, 3 ლარი, 5 ლარი. ის 1 ლარი ვინც შემოწირა ხალხმა იმას არანაკლები მადლი გაუღია ვიდრე ივანიშვილს მეთქი და რომ მოდიხარ და ამბობთ რომ ივანიშვილმა აშინა სამება არ წვენიათ მეთქი წაით ახლა აქედან თქო და ეს გაიგეს ეს მაქვს ხედულობაში მე რომ ესა მაქვს ხედულობაში და მართლა ესე მიმაჩნია რომ მე შეიძლება შევძელი და ლომის სილი შევიტანე სამების შენებლობაში მაგრამ ის 1 ლარი ვინც დადოდა შეიძლება იმ დღეს პური არ იყიდა იმას არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი და არანაკლები მადლი გაუღია ესებია ქვეყნის შემთხვევაშიც რომ მე შევძელი და უფრო დიდი ასაწევი ავწია ესე ვთქვა და ვალდებულებაც მეტი მქონდა როგორც ოჯახშია ხომ იცით როგორც არის ოჯახში პატარა რო ვიყავი მე პატარა საქმესა აკეთებინებდნენ დიდს ვის შეეძლო და არავინ ერთმანეთს არაფერს არ ამადლიდა ვინც უფრო ძლიერია ოჯახში ის მეტ შრომობს მეც აკეთებს მეტი შემოაქვს მაგრამ ჭამის დროს არავის არ ახსენებენ რომ მე მეტი უნდა ვჭამო და შენ ნაკლებიო ესე არ ხდება ხო მე უბრალოდ ქვის ორ ლეპტაზე არის ბიბლიური იგავი მოყვა ახლა ბიძინა ივანიშვილმა და რამდენად როგორ გითხრათ იცით აი სწორად ესე აკეთებდა და სწორად ესე აკეთებს და ესე უყურებს თავის ქველმოქმედებას აი ესე თავდაბლურად და ესე აქვს უამრავი სიკეთე გაკეთებული და მართლაც ქვის ორი ლეპტასი არ იყოს ცნობილი ბიბლიური იგავი მართლა თითოეულმა ქართველმა ან იმ ადამიანებმა რომლებმაც პატივისცეს პატრიარქს და ჩვენ ნახეთ კადრები რომ მოხუცი ხალხი მიდიოდნენ ფეხნაგრძობი, ფეხმოტეხილი ადამიანები ყავარჯნებით გადაადგილდებოდნენ და ყველამ შეიტანა ეს წვლილი, ვისაც რა შეუძლია. ასევე ბიძინა ივანიშვილი არ განიხილავს თავს განსაკუთრებულ ქტიტორად
რაღაცა ხუმრობად წავიკითხე, რატომ არ არის იქ ტიტორის ფრესკა. დღეს თავს ვიკავებ ამაზე სასაუბროდ. ესეთი ქველმოქმედი ადამიანი იყო, ეს არის მისი სტილი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ამის მოსმენა და ნახვა. დღეს კიდე გაკითხვას თავი დავანებოთ. მოდი ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ძალიან კარგად იყო ორგანიზებული ყველაფერი, ძალიან კარგად. არ არის სიოლის საქმე, ვისაც ოდამაინც ან გადაღებასთან ან ორგანიზებასთან ქონია საქმე, ეს რბილად რომ ვთქვათ, 1.5 მილიონი ადამიანის მაგის ორგანიზება ასე კარგად. თან არ არის გამოცდილება საქართველოში არ არის ასეთი უდიდესი მასების მართვისა. მერე კამერაზე ასახო კადრზე ეს არის ამ დამსახურებას არავის არ უნდა დაუკარგოთ ჩვენს ხელისუფლებას. აი ეს შესანიშნავი ორგანიზება რა თქმა უნდა ღმერთის გვეხმარებოდა ბუნებრივია, მაგრამ არ უნდა დაუკარგოთ. მოდი ჩვენი პრემიერის გულწრფელი სიტყვებიც მოვისმინოთ, რაც მან სამებაში წარმოსთქვა. სამძიმრებს სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილი სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. მე მშვიდობები ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ თავს თუ რამდენად დიადიაერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვეს. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალშემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესცინა და ის ქრისტიანული რწმენის გამტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელსაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვნა. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საბრძოლო. ასე დროს პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები. წინაპართაგან წავიდა ყველა. და ამ დროს შეუძლებელი არ დაგეუფლოს დაუბლების ძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ირჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოსთან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედა ეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, ახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან. გაშალა ველი ელმანიამა და მელანდება მის წიაღში მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორც მოხუცი მამა ულის მისთვის უძვირფას ეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდეს და უნეტარეს ისი მოღვაწეობისთვის, ისი უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო. ამინ. ეს გალაქტიონის ლექსია არ არის დიდი ლექსი, ძალიან ცუდად ვკითხულობ ლექსს, მაგრამ მაინც მინდა რომ თავიდან ბოლომდე წავიკითხო. ცრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გავიარე რა მამული. წინაპართაგან წავიდა ყველა სხვა ხალხის შრიამული. გაშალა ველი ელმანიამა და მელანდება მემის წიაღში, მოხუცი მამა სასწავით ხელში დადის ვენახში. აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი მასზე ოცნებას და ემგვანება, ისევ ამწვანდა მდელოდა კორდი, დავდივარ წუხვარ დამენანება. გალაქტიონ ტაბიძე და სხვათა შორის გალაქტიონ ტაბიძეც მაგ დღეს გარდაიცვალა. აი სწორედ ამაშია საქმე. მე და ჩემთვის განსაკუთრებით იუნეული თარიღია, იმიტომ რომ მე ასევე გალაქტიონის შემოქმედების
ძალიან თაყვანისმცემელი ვარ და ასევე 2 წლის წინ მამიდა ჩემი ზუსტად მაგ დღეს გარდაიცვალა. ამ ზუსტად ამ თარიღს. კი ბატონო. გალაქტიონ ტაბიძეს წესი აუგო კურთხევით. აუგეს ჩვენი პატრიარქის კურთხევით. ანუ იცით იქ კი ბატონო. წესი როგორც არის და რამდენად შეიძლება მოხდარიყო, მაგრამ პატრიარქმა აიღო ეს თავის თავზე და ჩვენს უდიდეს პოეტს. და ამით ესეც მინდა კომენტარი რომ გავაკეთოთ, ჩვენო პრემიერმა კარგად თქვა კულტურის აღორძინების ხანა იყო ამ ადამიანის მიერ ინიცირებული ხელშეწყობილი და ეს ტალღა მართლა გაჭირვების ჟამს ეს სულიერი ენერგია ეს მართლმადიდებლობიდან წარმომავალი სულიერი ენერგია ეხმარებოდა ახმარდა სწორედ ხელოვანებს და ჩვენ გვახსოვს ესეც როგორ გაუძლეს ამ ადამიანებმა იმ გაჭირვებას რაც იყო და რაც ალბათ მეორჯერ აღარ დადგება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გაკეთდა ხო მოდი მე უფეშიოს სინქრონიზ მე უფეშიოს სინქრონიზ გავაშვიდე ბატონო მე უფეშიოს ვიდეო თუ შენ გლოვობს სრულიად საქართველო ჩვენი ერი და ეკლესია და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს აყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას და აი ამ სამგლოვიარო დღეებში ჩვენთვის დიდი ნუგეშია და სულიერი მხარდაჭერა და შეწევნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების და დელეგაციების ჩამობრძანება ჩვენთან ბრძანდებიან ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი, უწმინდესი დანიელი, მიტროპოლიტი სოფიისა და პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა, უნეტარესი იოანე, მთავარეპისკოპოსი ტირანას, დირაქიისა და სრულიად ალბანეთისა, უნეტარესი როსტისლავი, პრეშევოს მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა და უნეტარესი ტიხონი, მთავარეპისკოპოსი სრულიად ამერიკისა და კანადისა და ასევე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის სახელით ჩამობრძანებისთვის და ჩვენი ტკივილის და მწუხარების გაზიარებისთვის. ხო. ნუ ჩვენ შეგვიძლია უკვე ვესაუბროთ ჩვენ მამაშალვა ყავს პირდაპირ ეთერში. მამაშალვა, მოგესალმებით მამაშალვა. გაიხარეთ, თქო დაგლოცოთ. ჩვენ გვაქვს კადრები. გაიხარეთ. ჩვენ რა, თელმა საქართველოს მიხილად ის გულწრფელი ემოცია, რომელიც თქვენ გქონდათ დღეების განმავლობაში გქონდათ, როდესაც ეს სამგლოვიარო ამბები ხდებოდა. თქვენ ჩემს ეთერშიც იყავით. რაღაცნაირად მე ვთქვი, რომ ეს დღეები იყო როგორც რაღაცნაირი დიდი უბედურების, გარდაცვალების, დიდი მწუხარების დღეები, ასევე რაღაცა სიმშვიდის განცდა გვეუფლებოდა ყველას. ეს ამბივალენტური ორნაირი გზნობა იყო და იქნება ახსნათ, ალბათ პატრიარქის დამსახურება, ალბათ კი არა, პატრიარქის დამსახურებაა ეს ასე. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მე თვითონ დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა ღმერთო ჩვენს ქვეყანას არ მოკლოს. არ ვიცი, ყველა ალბათ ყველა ვიგრძენით ამ დღის ძალა და ამ დღის მადლი და ეს აუცილებლად ერთმანეთში იყო შეზავებული უზარმაზარი ტკივილი და უზარმაზარი სიხარული. გუშინ ჩვენ როდესაც წირვა ჩავატარეთ, მსახურება ჩავატარეთ, მე მრევლს შევხვდით და მე ჩვენი ტაძრიდან, ვაკის ტაძრიდან ფეხით დავიძარით, სოელობით წამოვედით.
არ ვიცი ესეთი განცდა იყო რომ აღდგომის განცდა ქონდა სიმღერაც კი ვამღერეთ ბიჭებმა იმღერეს ჩემო კარგო ქვეყანა პატრიარქის საგალობლები ვიგალობეთ გზაში და ყველა აღნიშნავდა ერთიანად რომ ეს არის აღდგომის სიხარული და როგორც აი აღდგომას გავიხარე და როცა აღდგომას იყო სიხარული ესეთივე სიხარული მის მოწმოსა გაჩუქა ყველას თავისი გარდაცვალებითაც და პატრიარქმა თავისი გარდაცვალებით გითხრა რომ გარდაცვალებით ცხოვრება არ თავდება გარდაცვალებით უკვე ცხოვრება იწყება და ახალი ცხოვრება იწყება და ახალი ეტაპი იწყება რომ დიდი სიცარიელე გაგვიჩინა ყველას გულში ახლა პატრიარქის გარდაცვალებამ და უზარმაზარი სიცარიელე მაგრამ ამ სიცარიელესთან ერთად მოვიდა უდესი სიმშვიდე და უდესი ძალა საფრთხო ძალა და საფრთხო მადლი რომელიც თვითონ ჩვენთაგან ძალიან შეგვეწევა და ძალიან დაგვეხმარება მისი უწმინდესობა ამის იმედი გვაქვს ყველას და ჩვენ ყველანი ამ იმედით ცხოვრობ და ამ იმედით ავართ ყველანი და ამ შედეგს მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ შედეგსაც ხედავთ უკვე ხედავთ ამ შედეგს ამ ადამიანები მოდიან ეკლესიაში რომელსაც აღსარება არასოდეს არ უთქვამს არზიარებულან აღსარება არ უთქვამთ და დღეს გამოთქვამენ სულს რომ აღსარებას ჩავაბარებ ვეზიარები ტაძარში დავბრუნდები მარხვას დავიწყებ და ძალიან ბევრი ადამიანმა გამოხატა ეს დამოკიდებულება და ეს სიყვარული ერთ-ერთი ადამიანი მეუნებოდა დღეს იყო ხოთაშორის მოსული ჩემ და მეუნება ეგეთ რამეს რომ მამაო როგორც კი გავიგეო პატრიარქის უდატყოფნის შესახებ იმ წამიდან დავიწყე მარხვის დაცვა არ და ამდენი წელი მარხვა აღარ დამიცავსო იმ წამიდან დავიწყეს ყველაფერი იმდენად ვიგრძენი რომ რაღაცა დიდი უნდა მოხდარიყო მე შინოდაო პატრიარქი რო გასულიყო მაგრამ აი ეს პირობა მივეცხრეს რომ მარხვას აღარ დავაყო აღარასოდეს და ყოველთვის ღვთის გვერდით ვიქნები და ღვთის ერგლად ვიმსახურებ ყოველთვის და ეს პირობა მივეცი ღმერთო ბაჩოს უნდა ჩვენთან მამაშავა სალამი კიდევ ერთხელ ბაჩო გაიხარე როდესაც პირველად ნახეთ იმ ის რაოდენობა ხალხის რომელიც მოვიდა სამძიმარის სათქმელად ერთმანეთის გასაძლიერებლად მათ შორის თქვენი პერსპექტივიდან მაინტერესებს ამ განცდაზე საუბარი ალბათ რასაკვირველია ყველას ჰქონდა იმის მოლოდინი ძალიან ხალხმრავლობა იქნებოდა ამ დღეებში პატრიარქის პანაშვიდებზე მაგრამ ის რაც ვნახეთ ჩვენ ესე ერთმუშტად შეკრული ქვეყანა და რაღაც თითქოს ჩვენ თვალწინ გაცოცხლებული ისტორია ყველა იმ მნიშვნელოვანი ეპიზოდით სადაც საერო ერთობა დგებოდა ჩვენ ვნახეთ ეს წმენაში გაერთიანებული თითქმის მთელი საქართველო თქვენი პერსპექტივიდან როგორი იყო ამის დანახვა და ეს რა განცდა იყო რა ემოცია იყო პირველ რიგში ეს ჩემთან ყველაფერთან ასოცირდებოდა და მახარებდა ის რომ ჩვენ ამით ყველა ერთად პატრიარქი გავახარეთ ეს იყო პირველად ეს მეტრადა რომ დღეს როგორი ბედნიერია პატრიარქი რომ ამ ყველაფერს ხედავს თორე პატრიარქი ხო ამისთვის ძალიან ბევრს უცულობდა პატრიარქი ხო ღმერთს ამას ევედრებოდა რომ ჩვენ გავერთიანებულიყავით და ჩვენ ერთად ყოფილიყავით და ჩვენ ერთმანეთი ყვარებოდა და ერთმანეთზე გვეზრუნა და ამ დღეების განმავლობაში უბრალოდ ეს იგრძნობოდა ერთმანეთზე ზრუნვა ერთმანეთის სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა და საოცარი გამოხატულება ეს საოცარი სიჩუმე ამ რიგში დგომის დროს და ამ სიჩუმეში უდესი ხმაური ღვთისწინააღმდეგ თელსოფლოს ვეუბნებოდით როგორი ერი ვარ და როგორი ქვეყანა ვარ ჩვენ რაც უნდა პატრიარქს პატრიარქი ვეუბნებოდა რომ ჩვენ ქართველები სხვანაირი ერი ვარ ჩვენ ძალიან დიდ სიმაღლეს შეგვიძლია რომ ავიყვანოთ საკუთარი თავი და დიდ სიმაღლებს შეგვიძლია მივაღწიოთ ამას პატრიარქი სულ გვეუბნებოდა ჩვენ იმიტომ რომ პატრიარქი ამ ერს ძალიან კარგად იცნობს იცნობდა იმიტომ რომ ამ ერის ნაწილი იყო და სულ ვამბობდით ხოლმე რომ პატრიარქი ჩემთან ასოცდებოდა საქართველოსთან აი რაც იყო საქართველო ის იყო პატრიარქი და პატრიარქმა ყველაზე კარგად იცოდა მისი ერის იმიტომ რომ ის წყემსი კეთილი იყო და მის თავის ხალხს კარგად იცნობდა და მან იცოდა რომ ერი უცვლელად შეიკრებოდა ამასაც ამბობდა უწმინდესი რომ მე ისე არ გავალ ამ ქვეყნიდან რო არ ვნახო ჩემი გამთლიანებული ქვეყანა და მე რო არ ვნახო რომ თელი ერი ეკლესიაში მოვიდა და ჩვენ ეს ვნახეთ კიდევაც რომ მართლაც აი თელი ერი გამთლიანდა იქ უამრავი ადამიანი იყო ერთ-ერთი ჩემი ახლობელია წარმოიდგინე ერთ ადამიანს იყო გადაკიდებული თელი ცხოვრება ისე იყო რომ სასუნტრად ყავდა ერთი სული ქონდა სადმე შეხვედროდა და მასზე შური ეძიებინა ერთი სული ქონდა ამისა და რო ვიდექით რიგში დავინახე ეს ადამიანი ჩემ წინ დგას წარმოიდგინე ამ რიგში და რო დავინახე ეს ადამიანი მივედიო და იმას კი ვეუბნები ამ ადამიანს რომ დავინახე დავადე ხარზე ხელიო და რო დავინახე გული გავუსტა ეგონა ახლა აქ ამ ხალხში რაღაცას დავმართებდიო და რაღაც მოცევდიო და პატრიარქს ამაგრა უყარხარო შენ რომ მე და შენ აქ ერთმანეთსო და ყველაფერს გვაწვათიო და შეეშო თავი დაანება აი ესეთი უამრავი ფაქტი მოხდა წარმოიდგინე თელი ერის შეკრა მის მოწმენდებამ და მერტო ბაჩო ყველა შეგვაძლებინოს ერთად რომ რაღაცა ის გზა სწორად გავაგზავნოთ ძალიან ადვილია რაღაცების მოპოვება
მაგრამ რთულია რაღაცების შენარჩუნება. თავარია ჩვენაც ამას როგორ შევინარჩუნებთ. ესაა ყველაზე ჩვენი თითოეული ქართველის მიზანი უნდა იყოს დღეს ის რაც ვანახეთ უწმინდეს და რაც დავანახეთ ჩვენ ღმერთს თელ სოფლიოს, რომ დღეს ეს ყველაფერს შენარჩუნება შევძლოთ. ესაა დღეს ჩვენი მიზანი. ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ყველას ის, რომ პატრიარქი კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ერთობით და ჩვენი ერთმანეთის სიყვარულით. მადლობა, უღრეს მადლობა, მაშაალლა. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. კარგი იყო თქვენი ჩართვა. უღრეს მადლობა ჩვენ მეშტობებით. მამაშალვას. ხო, თუ მართლაც ძალიან საინტერესო. მე განსაკუთრებით მიყვარს მამაშალვა ჩემი შვილის ნათლია. არა, მართლაც რაც მან მოახერხა გარკვეული ერთობის შექმნა იქ. მნიშვნელოვანი გარკვეული არა, მნიშვნელოვანი ერთობის შექმნა იქ თავის ტაძარში. მრევლიც მისი გამოირჩევა. ეს არის როგორ გითხრათ, ძალიან რთულია თანამედროვე დროს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის ჩვენ ქვეყანაში არა. ხო, მაგრამ საპირისპირო დამტკიცდა ეხლა და ჩვენ ქვეყანაში არა თქო. უფრო მეტიც მე ეხლა კითხვის ფორმა არ მინდოდა ამ საკითხისთვის მიმეცა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ზუსტად სადაც სამომხმარებლო საზოგადოება არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილების დაკმაყოფილებაზე გადასული, ადამიანი გაუცხოებულია რეალობისგან და მას რაღაცა სიმყარე ჭირდება ინსტიტუციური მიმართულებით და ზუსტად დამტკიცდა, რომ როგორც ის ვაჟბატონი გირჩელი ამბობდა, რომ მხოლოდ დასავლურია ცივილიზაცია მეცნიერულად პოლიტიკურ მეცნიერებში მართლმადიდებლური ცივილიზაცია ცალკე ცივილიზაციას მოიხსენიება და დამტკიცდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ამ კონკრეტულ სამეცნიერო გამოწვევებსა და თანამედროვე ცხოვრების სტილის პერიოდში. მე მინდა იმიტომ რომ როგორ შეიძლება 40-50% მოსახლეობის ასე ესე იგი დაფიქსირდეს, მივიდეს, ანუ ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა სამყაროში და ესე იგი რაღაცა ძალიან სხვანაირია და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ჩვენ ეს კიდე გასაანალიზებელი გვექნება. რა თქმა უნდა, მოდი ჩვენ და როგორ მოხდა. ბერს ვილაპარაკებთ ამაზე. რა თქმა უნდა, ყოველგვარი თამდაბლობის, ზედმეტი თამდაბლობისა და მიკი მოკიბის გარეშე მე იცით რომ ამჩვევია. ბიზინა ივანიშვილის ნაკლზე პასუხისას თითქოს სურდათ, რომ მე რაღაცა ჩემი მოგონილ მახეში გავებით. იცით ჩემი პასუხი ალბათ და საერთოდ ამჩვევია, რადგან მე ფიქრობ და როგორც მე მიმაჩნია, იმაზე რაღაც რევერანსების გაკეთება და ასე შემდეგ, ხო და მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების დამსახურებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურებაც არის, რომ ესეთი ატმოსფერო ჩვენ შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, დაუჯერა ეკლესიას, დაუჯერა საღას, გაიძიარა საღიაზრი და დაამყარა მშვიდობა, იმიტომ რომ როცა არის მშვიდობა, მაშინაა განვითარება ყველანაირი ინსტიტუცია, თავარი მაინც არის მშვიდობა. და მე ზუსტადაც მგონია, რომ ეკლესიის გაძლიერება ასევე არის დამსახურება. ბუნებრივია თავად პატრიარქის და დამსახურება, მაგრამ აი ესეთი გარემოს შექმნა, სადაც მოღვაწეობა შეუძლიათ. ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაც მათ შექმნეს. ჩვენ გვახსოვს, ეხლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი და წინა ხელისუფლების დროს პირდაპირ ვიტყვი, ის კოშმარული გარემო რაც იყო შექმნილი. ჩვენ გვახსოვს 2012 წლის საბედისწერო არჩევნები, სადაც მთელი ეკლესია იყო ხალხის ხარეს, არა ქართული ოცნების, არამედ ის ქადაგებები, ის მინიშნებები ძალიან კარგად გვახსოვს და ეს ყველაფერი დავიწყებას არ მიეცემა. ყოველგვარი ზედმეტი თავდაბლობის გარეშე მოვა. ეს ასე არის. აი ეხლა რომ მოусმინოთ ბიზინა ივანიშვილის სინქრონს სამებიდან, ამ ჩვენი ლიდერის სიწყფელეს ალბათ ნამდვილად შეიტყობთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა რომ გავუშვათ ახლა ეს. მოუცილებლად. ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და ხელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას. დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენთანისთვის საერთოა. დღეს ყველა დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლილი კვალი დატოვა. სრულიად საქართველოს მშვიდობა უწმინდესსა და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია
მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ გავს. არნახულად ღრმა ზაფრი და ტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას. ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება. პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორე დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას მის მომავალს დაუკავშირდეს. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა არ ყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით თავათერმა წარმოშვა ადამიანები, თუ არა უფლის ნება, სხვაგანად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი ერი გააცოცხლა. თუ არა უფლის ნება, სხვაგანად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნის და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება. მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან. ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ სანამ მათი იდეალების ერთგულნი რჩებით. უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანება კვლავ იპოვნეს ღმერთი. დაებრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა. კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ. უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა. გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა. ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას. მილიონობით ქართველი დუმარედ ხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ დუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ. ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა. დიდი ტკივილის მიუხედავად ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად ხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულიერ შვილებად. მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე გარდაცვალებას საკუთარი სამწყსოს, ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა. უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის. ახლაც, როგორც მაშინ, ეპოქა გათავდა დიდი. ხო, და კიდევ ერთი ამ სანამ დავამთავრებთ გადაცემას. ეხლა კიდევ თავს ვიკავებთ დღეს, მაინც გლოვა ახალგამთავრებული გვაქვს. სათითაოდ გაჩვენებთ, ეხლა გვამუნათებენ, რომ თითქოს აქ რიგი არ იყო კარგად დაცული და არ მიუშვეს. სათითაოდ გაჩვენებთ. ყველამ კარგად ნახა. არა, სათითაოდ ვაჩვენებთ, აი თქვენივე გამონათმევს ჩაკჩილ პირში.
პირადად პატრიარქს რო აგინებდით. ეკლესიას რო აგინებდით, თან როგორ მიაჩნდათ, იცი რომ ეკლესიას აგინებდა, ამით პატრიარქს არა. აი თითოეული ეს გამონათქვამი, არქივი არის ძალიან ცუდი რამე. თითოეული თქვენი ეს სიტყვა გამონათქვამი. თქვენ მაინც უყვარდით რა თქმა უნდა პატრიარქს, ისევ როგორც ჩვენზე მეტადაც კი უყვარდით, იმიტომ რომ ეგრე იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ არა ვართ ისეთი და ვერ ვიქნებით ისეთები როგორც იყო ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პატრიარქი და ჩვენ გაჩვენებთ ამ ყველაფერს. საათითაოდ თქვენს გამონათქვამებს გაჩვენებთ, როგორ შექონდათ შუღლის დათესვაში და ეკლესიასთან ბრძოლაში თითოეულ თქვენთაგანს. ეხლა რომ მოისხეთ ბანტია, ხო? ეს დღეს არა, ხვალ. მაგ საკითხზე იმას აღნიშნავ, რომ შესვლა ახსენდა, ვისაც შესვლა უნდა და ყველა შევიდა. ხო, ნუ და იქ შესვლა სჭირდებოდა ბოდავდნენ რაღაცებს. ნება და უბრალოდ გაძლება იმ ხალხის, ვინც ხო გვერდით რო ყოფილი. ანუ ქართული ხალხის ხოლმე ხარ პატივის მისაგებად რომ მიდიხარ შენი ქვეყნის პატრიარქი. არავინ არ საერთყოდა რა, მოდი რა პიკაპ. შესაბამის არა, ეგ რასაკვირველია კაცო. მაგრამ ეხლა ხო ნუ კაი, დღეს არ ვქნა მაგაზე. ბიზნესში სიტყვას რაც შეეხება, მან თქვა ალბათ თითოეული ქართველის სათქმელი, ის გამოსათხოვარი სიტყვები, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან გასაზიარებელი არის და ემოციური. ხვალ უკვე სხვანაირი განწყობით. გვარამიას ვერ ვიცი, გვარამიას ის ავიკითხე რომ არა, ყარს საპატრიარქო, ყარს გახსოვს? კი. კი ბატონო. კარგად გძანდებოდეთ მომავალში ხოდრამდე ხვალამდე. ნახონდის. ნახონდის.